მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, ვნახოთ დღეს ჩვენ გაშლა გავაკეთოთ ასეთი მისი ნამდვილი გრძნობების შენდამე, რას განიცდის. ანუ რა ნამდვილი მისი გრძნობები, ხო? ვნახოთ ახლა ჩვენ, ახლა მანარაზე მინდა კითხვები დავსვა, მაგრამ ჯერ ვნახოთ ჩვენ, ვნახოთ ახლა თქვენთან რა ხდება, რომ უფრო კარგად იცოდეთ, რომ თქვენი გაშლა, ნახოთ ახლა შეიძლება ცოტა გრძელი გამოგვიდეს, თუ აქ ჩვენ გრძელი გაშლებს ვაკეთებთ, პრინციპში არ არის არაფერი გასაკვირი, ხო? так, ცოტა აქეთ მოვწევ, აქეთას, რომ უფრო კარგად იქნება გამოჩნდეს მერე ტარო თქვენთვის. так, ნახოთ ახლა რა ხდება თქვენთან. თქვენ შორის რა ხდება ამ წუთში. ვისთვის ექნება ეს გზავნილი დღეს. აქ რაღაცა ცვლილებები არის თქვენ ურთიერთობაში, თქვენ რო იცოდეთ სხვათა შორის, იყო რაღაცა მომენტი, რომელმაც შეცვალა თქვენი დამოკიდებულება, შეიძლება ურთიერთობა იყო ხანძლივი, ეს ურთიერთობა არის ციკლური, უეჭველი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ურთიერთობა, პლუს კიდე აქ რაღაცა მომენტი, ბევრი რაღაცები გაქვს გამოვლილი, მოდით ასე ვთქვათ რა. აქ შეიძლება თქვენ გაქვთ ახლა გული გწყდებათ იმაზე, რომ დაუშვათ ახლა ბევრი რამე ჩავდე მე ამ ურთიერთობაში, მაგრამ აი რაღაც ვერ მივიღე ის, რაც მინდოდა მიმეღო რა. არის ბევრი ტკივილი, ბევრი რაღაც მომენტი, მაგრამ ეს არის ციკლური. ეს არ არის, რო თქვათ, აი დაუშვათ პირველად მოხდა თქვენს ურთიერთობაში ეს სიტუაცია არ არის, არა. იმიტომ რომ აქ შეიძლება არჩევანი არ გააკეთეს თქვენსკენ დაუშვათ, ხო? ან სიყვარული, რომელიც იყო, თქვათ, აი უეჭველი 1000%-იანი კარმული ურთიერთობა, რომელშიც ხდება რა, აი მიდიხართ, სულ რაღაცას ამუშავებთ რა, სულ რაღაცა არჩევანის წინ გახართ და აი აქ შეიძლება რომ ვინ არა ირჩიეს. მოხდა თქვენ დაიღალეთ, იცით, უკვე ამდენი კამათით, ამდენი რაღაცა გაუგებრობეთ, ამდენი გულის ტკენით, ამდენი რაღაცა სიტყვებით, თუნდაც რომელიც თქვენ არ გეკუთვნოდათ რა და თქვენ ნამდვილად აი ეხლა დაჟე მივეტყოდე, რომ გოგო დგას აქ არჩევანის წინ უფრო კიდე, იმიტომ რომ სიყვარული არის, აი აქ არის სიყვარული, მაგრამ შეიძლება დაშორებაც მოხდა აი აქ ადამიანების შორის სიყვარულით, ანუ როცა გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ უკვე მაინც ვრჩორდებით. რა თქმა უნდა, ხა კარმული ურთიერთობაში, ხა მაგაზე არის ეს ურთიერთობა, რომ აი არის რაღაცნაირი, ანუ სიყვარულზე რა, ყველა ვარიანტში. აქ თუ გრძნობა არ არის, ძალიან რთულია ამ გაკვეთილების გავლა, რაც უნდა გაიაროთ, მაგრამ ეხლა ძალიან როგორ მომენტში ხარ, შეიძლება აი თან როგორ არის ცვალებადი ხასიათიც შეიძლება გქონდეს, ეხლა აქ დაჟე გოგოზე, იმიტომ რომ კვეთხების დედოფალი მაჩვენეს. აი შეიძლება ზოგჯერ იძახოთ, რომ აღარ მინდა მორჩა და всё ეს ამ ურთიერთობაზე უკვე всё ვდგავ მე წერტილს, იმიტომ რომ უკვე ნერვი აღარა მაქვს ამისი, რომ თქვა კიდე ეს რაღაცები ავიტანო, მაგრამ აი სულ არჩევანზე ხართ, ხან ვერ უშვებთ ამ ურთიერთობას, ხან ფიქრობთ, რომ არა, მე მინდა რომ ეს ურთიერთობა იყოს, აქ დაჟე უფრო გოგოს სიგნიფიკაცია გამოვიდა, ვიდრე თქვენი საერთოდ რა ხდება, იმიტომ რომ ეთყობა თქვენში მიდის რაღაცა ესეთი ცვლილებები, როცა კი მესმის რაღაცები, რომ უნდა დავტოვო, კი მესმის, რომ აქ რაღაც, კი სიყვარულიც არის, მაგრამ ამ კამატებმა, ამ ყველაფერმა უკვე დამღალა, ან გაუგებრობებმა უკვე დამღალა და ამიტომ ხართ აი ესეთ შინაგანი ბრძოლა გაუშვა თუ დავტოვო, გაუშვა თუ დავტოვო, აი ეგეთი თემა არის რა. ეხლა ჩვენ ვკითხოთ, ეხლა ჩვენ თქვენი სიტუაცია თუ იგრძენით, იმიტომ რომ სიყვარული აქ არის, იცით რა არის, თქვენ გიყვართ, თქვენ შეიძლება იტანჯებით და იძახეთ, რომ არა უნდა გაუშვა, არა უნდა, მაგრამ ამ დროს ვერ უშვებთ, იმიტომ რომ აქ დროც არის გატარებული უკვე დიდი ხნის ურთიერთობა შეიძლება იყოს, მაგრამ ძალიან ბევრ რამეს გადეხართ. აი როგორ ხართ, იცი, აი თალყოვანი რაღაცა თემა, გაიარეთ ისე, აი ეგეთი რაღაცები არის რა. და რა თქმა უნდა, უკვე თქვენც ხართ ესეთ ენერგიებში, რომ უკვე აღარ ვიცი დავტოვო ეს ურთიერთობა და დავასრულო რა, ეგეთი თემა არის აქ რა. ვნახოთ ახლა მისი ნამდვილი დამოკიდებულება შენდამე. ანუ სინამდვილეში რას გრძნობს ახლა შენ და მაგრამ ვერ გეუბნება შეიძლება ეს ადამიანი რა. ვნახოთ ახლა რატომ შეეხე შენ მას
უფრო ღრმად შენ, აი შენ ასე ღრმად, ვიდრე თქვა თვითონ даже ელოდებოდა საკუთარ თავში. ნუ აი არც ელოდებოდა, რატომ? იმიტომ რომ აქ ახლა ბიჭი არ მაჩვენეს ჯერ, მაგრამ ნუ იყოს ჯერ ეს კითხვები ჩვენს დაუსვათ რა. ვნახოთ ჩვენ რას მალავს ის, ან რის უფლებას არ აძლევს საკუთარ თავს შენთან ურთიერთობაში. რა არის შენში მისთვის აი განსაკუთრებით ფასეული, მაგრამ ამავე დროს ეს აშენებს მაგას, ხო? და ვკითხოთ ახლა ჩვენ, ახლა ჩემი კითხვებია გამზადებული, მაგრამ ვნახოთ ახლა ჩვენ ანუ რომელი გადაწყვეტილება მწიფდება მასში შენთან დაკავშირებით, ანუ ეს რამე ნაბიჯი გააკეთოს თუ არა. აქ სხვაობა შეიძლება იყოს რაღაცა სხვაობა. კი, ოეჭველი არის სხვაობა. თან ნახეთ ახლა გეტყვით როგორი სხვაობა არის. შეიძლება იყოს როგორც თქვენ ხართ, შეიძლება ფინანსურად, შეიძლება ინტელექტუალურად, შეიძლება ასაკობრივად უფრო მწიფე, ასე რომ ვთქვათ, და ამიტომ ახლა ნახეთ ძალიან გთვლის ეს ადამიანი, აი აქ რომ თქვენთან კარგიც არის, ყველაფერი მშვენიერიც არის, ძალიან მზრუნველიც ხართ, ყველაფერი, მაგრამ დიდი ბევრი სხვაობა გაქვთ რაღაცა. მენტალში, შეიძლება რელიგიაში, შეიძლება კიდე რაღაცებში რა, მაგრამ არის აი ეს სხვაობა და ამიტომ ამ ყველაფერს ეს ადამიანის გაურბის იმის მიუხედავად, რომ აი რაღაც ესეთი მომენტი არის, აი თანჯული სიყვარული რა რო იტყვიან. ნუ ეს კარმონში ეს არ არის გასაკვირი, რომ აი ეგეთი რამე რო იყოს რა, იმიტომ რომ რაღაცებს გავდებათ, რაღაცებს ჩვენ ვსწავლობთ, ხო? ვნახოთ ახლა ჩვენ, ანუ სინამდვილეში ის რას გრძნობს შენ სიმართლეს, თუ даже არც გეუბნება სინამდვილეში რას გრძნობს. ნუ აი ძალიან დიდი აქ გრძნობაზე, მაგრამ კიდე დავამოწმებ, იმიტომ რომ გრძნობაზე პენტაკლები ცოტა მე არ მეყვარს, იმიტომ რომ გრძნობა სინამდვილეში ეს ადამიანი თუ აი ძალიან დიდი აქ დაფასება. ნახეთ, ეს ადამიანი რას გრძნობს? პირველ რიგში თქვენ ხართ ძალიან თვითქმარი გოგო, თქვენ ხართ ეს ადამიანი, რომელსაც აი გრძნობს ძალიან დიდ პატივისცემას. მოდით ასე ვთქვათ, იმიტომ აქაც ხო გვაჩვენა, ჩვენ ახლა იყო ცხრიანი მიწის და აი ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ნამდვილად თქვენ ხართ იმაზე რაღაცით უფრო მეტი. მიხვდეთ? შეიძლება შესაძლებლობებით, განათლებით, შეიძლება და აი იმასაც ფიქრობს და გრძნობს, აი ესე და ერთად ვიტყოდი, რომ ბავშვი რა შევჭირდები მე ასეთ ხალხს, აი რა შევჭირდები, მე და სად ის. მიხვდეთ? ანუ აი ეს მომენტი შეიძლება გქონდეს, რომ აი ძალიან აქაც ხო გვაჩვენეს ძალიან დიდი სხვაობა, იმიტომ რომ თქვენ იცით თქვენი ფასი, თქვენ ახლა შეიძლება ვთქვათ, ნუ ბევრ რამის მიაღწიეთ რა ამ ცხოვრებაში, მაგრამ ის კიდე რას გრძნობს, რომ თქვენ შეიძლება ის არ გჭირდებათ. კი. რას გრძნობს შენ სინამდვილეში? კი ბატონო, ეს ფიქრობს იმას გრძნობა. ნუ აქ როგორი მომენტი არის, ის იმას გრძნობს, რომ ნამდვილად ეს თქვენთან даже შეიძლება ნახოთ როგორი მომენტი არის აქ, რომ თქვენთან შედარებით მე ვარ პატარა ბიჭი და აი ამით ეხლა რომ თქვენზე ცოტა ეგ ნაკლებ პოზიციაზე რო დგას, ხო? და თქვენ შეიძლება даже ზემოდან უყურებთ სიტყვაზე, ხო, მაგას. აი იმიტომ შეიძლება ისვრის რამე სიტყვებს, ანუ შეიძლება ისე იქცევა, რომ თქვათ ეხლა ნამდვილად არ არის ეს თქვათ მის გულში, ნუ ახლა მაინც მამაკაცი არ აქვს მნიშვნელობა, რა სხვაობაც არ უნდა იყოს, მიტომ ეძს რა, ამიტომ გაქცევაზე არის, გაიგეთ, აი სულ გაქცევაზე და სულ აი ბრძოლაში არის რა თქვენთან, აი სულ თითქოს შინაგანად ეს ადამიანი იცის, რომ თქვენ გულის სული ყველაფერი მას მიეცეთ, მაგრამ ეს ვერ გამოიყენა, აი უსამართლოდ მოგექცათ თქვენ, მაგრამ ეს ყველაფერი არის იმის გამო, რომ აი ზუსტად რომ თავის ნაკლებობას თქვენს წინაშე გრძნობს, რომ შენ უფრო მეტი ხარ, ვიდრე მე, აი ეს თითქოს რაღაცა შეჯიბრის თუ რა ვიცი რა როგორ დავარქვა მომენტი არის, აი აქ ნამდვილად რა, იმიტომ რომ ყველაფერში უფრო მეტი ხართ.
ნუ ეხლა თუ ეგრე არ არის, თქვენი გაშლა ეს არ იქნება უეჭველი რა. იმიტომ რომ აქ გოგოს ნამდვილად აი ეს სხვაობა იმაში შეიძლება თქვენ შეძლებულიც იყოთ დაუშვოთ ესეთი ადამიანი და ის თქვენთან შედარებით ახლა არ არის, შეიძლება წარმატებული ხარ თქვენ დაუშვოთ იმაზე მეტად ვიდრე ის თქვათ რა. ნუ ბევრი რაღაცები არის აქ და ამიტომ ეს ნუ ბრაზდება რა ეს ადამიანი. სხვათ ეხლა ზოგჯერ შეიძლება იმით ნუ რომ მე არა ვარ ეგეთი რა. ნუ ეს არის აი როგორ გითხრათ რომ ხა დედოფალი და მსახური დაუშვოთ ხო? აი ეგეთი რაღაც მომენტები არის რა და ამიტომ ახლა აი ესეთი გრძნობები აქ რაღაც ხო, სულ ბრძოლაში, აი ბრძოლაში, აი ეს მომენტი ახლა უფრო მაგას ის აქ რა. აი ვერ გამოდის აქედან რა. რომ აი ვერა, მე ვერ გავხდი შენ, ანუ მე ვერა ვარ ისეთი, როგორიც შენ გჭირდები, მე ვერ მოვერიე, მე ვერ აი ეგეთი მომენტები არის აი აქ ამ ადამიანში რა. ნუ ნახოთ ახლა რატომ შეეხე შენ მას უფრო ღრმად, ვიდრე თვითონ ელოდა საკუთარ თავში. ნუ პირველ რიგში, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ ყველა ვარიანტში ისეთი ქალი ხართ, რომელსაც აი ამოუცნობით თუ დაუშვოთ თქვენ ახლა პრაქტიკოსი ხართ, კურუმი ხართ, ნუ დაუშვოთ ახლა ეზოტერიკოსი ხართ, ხო? ანუ ვერ გამოგიცნოთ ამ ადამიანმა, არ გავხარ შენ აი განსხვავებული ხარ, მოდით ასე რომ ვთქვათ რა. ანუ სულ სხვანაირი ქალი ხარ რა. ანუ ეგეთი ქალი შეიძლება ნუ მაგას არც უნახი ეს სიტყვაზე დაუშვოთ რა და ამიტომ შეიძლება იმიტომაც კიდე აი ნახეთ ახლა საერთოდ კაცებს ახლა რა თქმა უნდა ახლა უყვართ ესეთი ქალები რომელიც არის ამოუცნობი მე არ ვიცი შენ იმ მომენტში რას გააკეთებ შეიძლება ახლა ეს ადამიანი ელოდება იმას რომ შენ ახლა ადგები და თქვა ეჭუბები და ანაგინებ რა ვიცი რაღაცა სიტყვა დაახვია აქედან საერთოდ და თქვენებნებ მიყვარ ხარ გაიგეთ ან პირიქით შეიძლება ელოდება აი ახლა მაგას მოეწონება რასაც მე გავაკეთე და თქვენ აი ესე შეხედავთ რომ ეს რა არის გაიგეთ? ანუ არ იცის თქვენგან რა ელოდოს და ეს არის ძალიან რა თქმა უნდა, აი როგორც თამაში, საინტერესო რა. ანუ იმ მომენტში რას გააკეთებს არ ვიცი. გაიგეთ? ანუ არა ხარ თქვენ ესეთი ორდინალური ქალი, რომელიც ახლა როცა უკვე ვიცი მე რას უნდა ველოდო მაგისგან. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი და იმიტომ ეს თქვენი სიღრმით პლუს კიდე რა თქმა უნდა რომი ძალიან ჭკვიანი ხო ეგაც. პლუს კიდე ნახეთ თუ თქვენ ნუ შეიძლება ესეთი ტიპაჟი არის რომ უყვარს როცა აი ცივად ექცევით. პლუს კიდე აქ არის კიდე მნიშვნელოვანი თემა რომ თქვენ შეიძლება გამგვანებს თავის დედას. იმიტომ რომ თუ დაუშვოთ თქვენ მკაცრი ხარ და ეს ბიჭი გაზრდილი არის მკაცრი დედის, ხო? ესეც მოქმედებს მაგას, იმიტომ რომ ხმალების დედოფალიც გამოვიდა. გაიგეთ რა ხდება? ანუ თქვენ ახლა ხართ ისეთი რომ აი შეიძლება თქვენ ერთი სიტყვითაც რაღაცას ისეც იტყვით რომ აი დააგდებ ძირს რა. პლუს კიდე ძალიან უჭკვიანესი ხარ, თქვენი ჭკუაც აქ ხა ნამდვილად არის. აი აქ რო ძალიან ჭკვიანი განათლებული გოგო ხართ, ნუ ყოველ შემთხვევაში პლუს კიდე ისეთი ქალი ხართ, რომელიც ახლა ნამდვილად აი არ გაეკიდება კაცს რა. ანუ იცის თავისი ფასი, იმიტომ რომ ხმალების დედოფალი ნუ ახლა ნამდვილად არ არის ის ტიპაჟი, რომელიც ახლა გაეკიდება ვინმეს. შეგიძლია თქვენ, ანუ თქვენი ფასი რა, იცით რა, მოდით ასე რომ ვთქვათ, ახლა აქაც კი გვაჩვენა ჩვენ, რომ ძალიან იცის თქვენი ფასი და აქ იმიტომაც გვაჩვენეს ქალი, რომელსაც კი უყვარს და სიყვარულით არის, მაგრამ აი თავში აქ ბრძოლა დიდი ისეთი რომ აი არ ვიცი დავტოვო, არ დავტოვო, კი მიყვარს, მაგრამ აი ჩემი ფასი უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის დაუშვოთ, ხო? ვიდრე თქვათ მე ახლა აქ ამ ადამიანს, ნუ თქვათ მისცემ უფლება რაც უნდა ისაკეთოს რა. აი ესეც არის. ნუ ნახოთ ახლა რას მალავს ის ან რის უფლებას არ აძლევს საკუთარ თავს შენთან ურთიერთობაში. აქ გოგოებო ნახეთ ახლა მაგას ნამდვილად შემიძლია გითხრათ ეს ადამიანი თვლის რომ თქვენ ხართ მისთვის ყველაზე ნიშნულოვანი ჩემთან მან არა შეიგაშლას რო ვაკეთებ პირაც რამდენი დავაკურწინე რომ იცოდეთ ამ კარტით რა რომ აი ესეთი ურთიერთობები იყო რომ ახალი გაცნობილებიც კი რომ ეს კარკანი როცა გამოდის ეს უკვე იმას ნიშნავს რომ კაცი გთვლის შენ თავის საკუთარ აი საკუთრებას თავის ცოლს რა ანუ ეს იგი ეს არც როგორ არის იცით
მისთვის ხართ თქვენ, აი, ცოლი რა არის ცოლი, всё, ჩემია, მორჩა, ეს არავის არ ეკუთვნის, მარტო ჩემია, ხო? მაგრამ თქვენს ურთიერთობაში ეს არ გაჩვენებს ამას. აი თქვენ მნიშვნელობას მოდით ასე რომ თქვათ რა. შეიძლება თქვენ ამას ვერ გრძნობთ და აქაც ხო გვაჩვენეს, იმიტომ რომ აი ეს შეიძლება იმასაც ვერ გეუბნები, არ გღალატობ. შენს გარდა მე არავინ არ მინდა. მხოლოდ შენ ხარ ჩემთვის მნიშვნელოვანი, ხო? მაგრამ არ გაჩვენებს თქვენ ამას ვერ ხედავ, შეიძლება ისეთი საქციელი აქვს, რომ თქვენ ფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი კი არა, საერთოდ რა ვიცი, უფრო სხვებს შეიძლება უფრო კარგად ეკცევა, ვიდრე მე მეკცევა, ხო? აი ეს მომენტი, მაგრამ ამისთვის ეს არის, აი უბრალოდ ამას არ გიტყდებათ, იმიტომ გითხარით რაღაცა სხვაობა რომ არის, ხო? აი ეს სხვაობა შეიძლება ან რაღაცა მომენტები, რომელიც არ აძლევს მაგას უფლებას, რომ თქვათ, ეხლა ეს გაჩვენოს თქვენ რა, ან თავისი რაღაცა, რა ვიცი, პროგრამები და ასე შემდეგ. ეხლა ძალიან ღრმად რო არ შევედით, აი გეუბნებით, რომ ესეთი მომენტები არის, რომელიც არ აძლევს მაგას, აი გაჩვენოს შენ, რომ რამდენად მნიშვნელოვანი ხარ. კიდე შეიძლება უნდა რომ თქვენ გახდეთ მისი ცოლი, მაგრამ აქ არის რაღაცა დაბრკოლებები, რომელიც არ აძლევს საშუალებას. შეიძლება ფიქრობს, რომ ეს იმდენად თვითქმარი ქალი არის, რომ მე მაგას რა უნდა მივცე, რა უნდა გავაკეთო, ანუ რითი უნდა გავახარო მე. დაუშვათ, ანუ მე რა შემიძლია, ანუ წარმოიდგინე შენ თუ რა ყველაფერი თვითონ ქმნი, შენ ყველაფერი თვითონ შეგიძლია შენ თავს გაუკეთო, ანუ მამაკაცი აქ იკარგება, ხო, მე რა შემიძლია გავაკეთო, გაიგეთ, ეს სჭირს სხვათა შორის, აი თვითონ შემდგარ ქალებს ეგეთი მომენტები კი აქვს, კი ბატონო. იმიტომ რომ შენ მე ვერ მოგცემ იმას, რაც შენ გინდა, რაც შენ გჭირდება, მე აქ რა გავაკეთო, მე არ ვიცი, იმიტომ რომ შეიძლება დაუშვათ ის პირობები, რაც მან თქვენ შემოგთავაზეთ, აი მოდი ასე ვიყოთ, მოდი ისე ვიყოთ, თქვენთვის არის მიუღებელი, არ იღებ თქვენ იმას, რაც ის გთავაზობთ, ან იმას, რაც მას შეუძლია, რომ შემოგთავაზოს თქვენ. აი ეს მომენტიც არის აქ და ამიტომ აი ასე მაგას მალავს და არ გეუბნებათ რა. ნახოთ ეხლა რა არის შენში მისთვის ძალიან განსაკუთრებით ფასეული, მაგრამ აი ზუსტად ეს მაგას აშენებს რა. ფასეული ის არის, რომ ეს ადამიანი მზად არის იყოს აი სულ თქვენი მორჩილე რა. მზად არის ეს ადამიანი და პლუს კიდე ნახეთ შენში კიდე ნახეთ, თქვენც ხართ ისეთი ადამიანი სხვათა შორის, რომელიც აქ ნახეთ ახლა როგორი ორნაირი ინფორმაცია წამოვიდა, რომ შეიძლება თქვენთვის არის მისთვის მნიშვნელოვანი უფრო თქვათ ფასეული ის, რომ თქვენ მასში თვლით, რომ ის არის თქვენთვის საჭირო და იცის, რომ თქვათ ახლა ნებისმიერ დროს თქვენ შეგიძლიათ დაეყრდნოთ მასზე. ან კიდე თქვენ თვითონ ხართ ისეთი პიროვნება, რომელსაც შეუძლია, რომ თქვათ ახლა მის გვერდით დადგეს ნებისმიერ სიტუაციაში, მაგრამ ორივე შემთხვევაში ეს მას აშენებს, რატომ? აქ როგორი მომენტია, იცით? რა აშენებს? ამას თითქოს ეს სიყვარულად უნდა აშენებდეს, ხო, ისე რომ თქვათ რა. თქვენ ძალიან ჭკვიანი ხართ და ძალიან სუფთა გულით გიყვართ ეს და ძალიან ენდობით მაგას. სადღაც გულის სიგრმეში მაგას გრძნობს, პლუს კიდე რა აშენებს მაგას. და ძალიან ძვირფასი არის ეს მაგისტვის რა. იცით როგორ რა აშენებს კიდე? ერთგული ხართ ძალიან მაგისი, ალბათ თქვენ. ჭკვიანი ხართ, პლუს კიდე აქ სხვაობაც აშენებს. გოგოება არის აქ რაღაცა სხვაობა, რომელიც აი ნამდვილად აშენებს და არ აძლევს საშუალებას, რომ წინ გადადგას ნაბიჯი რა. არის. ნახოთ ახლა რა გადაწყვეტილება მწირდება მასში შენს მიმართ. დაჩის ამ გრძნობებში, თქვათ, მანძილზე, თუ რა მანძილიც იქნება თავისთავად, თუ უკვე რამე ნაბიჯი გააკეთოს.
აქ ადამიანი გეუბნებით უკვე მე რამდენი გაშლა, აქ თუ TikTok-ს სადაც არ ვაკეთებ, რაღაც ერთი და იგივე პერსონაჟი მოდის. აქ უბრალოდ როგორი გადაწყვეტია შენ, რასაც გადაწყვეტ ისე იქნება. აქ ბიჭი არის უბრალოდ თქვენზე არის ძალიან, იმიტომ რომ ნახეთ, აქ არის სიყვარული კი არის, აქ ძალიან უყვარხარ, აქ ძალიან უნდა ამ ადამიანს თქვენთან ურთიერთობა, იმიტომ რომ გაფასებს ამ თქვენ ერთგულებას, ძალიან ჭკვიანი ხართ, მაგრამ აქ აი ზუსტად არ იცის მან ახლა თქვენ გაძლევთ ეს ადამიანი უპირატესობას. შენთვის აი როგორც კარგი იქნება, ისე გავაკეთოთ, იმიტომ რომ მე რა ვქნა, მე ავიტან, კი გული მეტკინება, კი ძალიან ჩემთვის მძიმე იქნება, მაგრამ აქ შეიძლება ადამიანი სხვადასხვა დამოკიდებული იყოს საზოგადოების აზრზეც არ არის აქ გამორიცხული რა. მაგრამ პრინციპში თუ თქვენ მაგას რამე შანსს მისცემთ, აი თითქოს თქვენგან ელოდება ეგ რაღაცას რა. აი თქვენ როგორც მოიქცევით, იმიტომ რომ აქ ადამიანი დამოკიდებული ხარ საზოგადოებას, მაგრამ მაშინ რა გოგოს რატო აძლევ შენ ახლა პრიორიტეტს თუ მოვერევიო. არ არის მზად ეს ადამიანი რომ თქვენ დაკარგოს, მაგას უთქვენობით უფრო ცუდად გრძნობს თავს, ვიდრე თქვა დათმოს რა. ანუ შეიძლება კი ბატონო დამოკიდებული არის იმაზე, ვინ რას იტყვის, ვინ ანუ შეიძლება იმასაც ფიქრობ, აი დაუშვათ თუ რაღაცა სხვაობა ისეთი არის, რომ აქ შეიძლება თქვა, მეგობრებთან ვერ გამოგაჩენ სიტყვაზე, ხო? ან დაუშვათ ახლა, ვერ აი ეს მომენტები აქ ამას რა, იმიტომ რომ არ ვიცი აქ როგორი სხვაობა გაქვთ, ხო? მაგრამ არის დიდი სხვაობა რაღაცის, რომელიც თქვენზე მოქმედებს ძალიან. ხო, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ დაუშვოთ ახლა ეს არის, თქვა, შეიძლება იქ ვერ გაგაჩენ, ასე, ვერ გამოგაჩენ და ასე შემდეგ, მაგრამ აი სულს რა უყო. რა გადაწყვეტილებას მიიღებ? გოგოებო, აქ არის როგორი სიტუაცია, იცით, ეს ცოტა ხანი ამას უნდა, აი თქვენსკენ მოდის ეს ადამიანი, აი მოდის თქვენკენ, აი მოდის ეს ადამიანი რა, მაგრამ მაგას აქ ნახეთ როგორი თემა აქვს, აი შენ მომყვები, შენ თუ მომყვები, მე იქ სადაც მე უნდა წავიდე. თორე ან მარტო დარჩებიო ეძახეს, გაიგეთ რა ხდება? არ უნდა, აქ როგორი თემა არის, ამა ეს აკეთებს არჩევანს რა. ზის ამ არჩევანში კი. თუ შენ დაუშვათ, მე მიმიღებ, მე მოვდვარ შენსკენ. თუ შენ მე არ მიმიღებ, არჩევანი არის აქ რა. არ იცის, მაშინ მე დავრჩები მარტო. აი ასე ვიჭდები, ვაფშე არავინ არ მინდა. მაგრამ გადაწყვეტილება თქვენ უნდა მიიღოთ. შენთვის როგორ იქნება კარგი. აი აქ დღეს ესეთი სიტუაცია. თუ შენ მისცემ მაგას, აი თქვენ დაბროს, ეგრევე წამოვა თქვენთან. აი პატარა ბავშვი ძის და ელოდება რა, შეიძლება აი თქვენს გადაწყვეტილებას ელოდება ეს ადამიანი, ფიქრობს მაგაზე, აი როგორ გადაწყდება. აქ ძალიან ისეთი ენერგიები რა, იცით, რომ უნდა აი იცით რა, მაგისთვის იმდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი, რომ აქ ვიცადეთ, ეხლა რაღაც ძალიან კაი საინტერესო მოდის ინფორმაცია, ჩამოვაყალიბო ერთი წამით. იქ ბრუნდება, სადაც მისთვის მნიშვნელოვანია. შეიძლება აქ როგორი თემა კიდე იცით, აი ნათესავები, ძალიან ბევრი შეიძლება პასუხისმგებლობა აქ ამას აღებული. არის რაღაცა, რაც მისთვის ძვირფასია და ამიტომ ამას თითქოს ვერ ცვლის. აი შეიძლება საგვარეულოში შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს და ბევრი ადამიანი რაღაცას მისგან ელოდება. გამიგეთ რა ხდება? და ამ დროს ახლა ამ ვერ მიდის იქ, რაც მისთვის უფრო ძვირფასია, მერთოდ შემო. იმიტომ რომ კი, აქ არის როგორი თემა, იცით, ესაჩერებს მაგას ზუსტად, რაღაცა პასუხისმგებლობა.
პასუხისმგებლობა შეიძლება თქვა სანათესაურში ძალიან მნიშვნელოვანი, ან რაღაცა პიროვნება ეგეთი, გაიგეთ? თუ დაუშვათ вообще არ არის თავისუფალი ხო საერთოდ რა, ჯობია რომ საერთოდ მონასტერში წავალ და იქ ვიქნები მირჩევნიაო რა ისე ეძახეს, რომ ანუ რას ეძახ? მოგებო, აქ უმრავლესობისთვის ბიჭი აირჩევს საკუთარ თავს თან როგორ ჩემს ბედნიერებას იმას ვირჩევ, სადაც მე ვიქნები კარგად. იმიტომ რომ აქ არის სიყვარული, რომელიც უნდა დავიცავო მე სულ ყველასგან, ვინც რა არ უნდა მითხრეს. აი შიშიც აქ, ყველაფერიც აქ შეიძლება, მაგრამ მაინც ამასაც გადავლახავ. აქ როგორი მომენტია, იცით? ცოტა არის სამუშაო, იმიტომ რომ ახლა შეიძლება პროცესში არის ეს ადამიანი, მაგაში მიდის ტრანსფორმაცია, იმიტომ რომ უნდა გააკეთოს არჩევანი. არჩევანი. ან დაუშვათ მე დაკრას შვები შენ ახლა. აი გეტყვით ახლა, ჩამოგიყალიბებთ. Так, გოგოებო, ეხლა ნახეთ აქ როგორი მომენტი არის. თქვენ დაკარგეს მაგას ძალიან მაგრათა შინია. კი შეიძლება მაგას ახლა სოციუმიც ძალიან აწვება. ეს შეიძლება იყოს ნათესავები, შეიძლება ისედაც მეგობრები, რა ვიცი, რაღაცები არის, სადაც ახლა ნამდვილად იქ არის აღებული პასუხისმგებლობა მაგაზე, ან დაუშვათ ახლა მნიშვნელოვანი თქვა არის მისის მაგათი სიტყვა, მაგრამ აქ ადამიანში მიდის ახლა დიდი ტრანსფორმაცია, მიდის ძალიან ბევრს ფიქრობს ეს ადამიანი და აქ არის როგორი თემა, იცით, რომ ეს ურთიერთობა იმდენად მნიშვნელოვანია მისთვის, ხო გვაჩვენა თქვენს რამდენად მნიშვნელოვანი ხართ მისთვის, რომ ან დაუშვოთ მე საერთოდ ვრჩები ჩემთვის მარტო და ვაფშე ვაგრძელე, არ უნდა სხვა ქალი არავის, მაგას არ უნდა, იმიტომ რომ მხოლოდ თქვენ ხართ ის ქალი, რომელიც მას უნდა. მხოლოდ თქვენ ხართ ის ქალი, რომელიც მას უნათებს მზეს. თუნდაც აი ეს ურთიერთობა იყოს ჩუმად თქვა დამალული, ხო? მაგრამ მასთან თუ დაუშვათ თქვენ ამაზე და თანხმდებით, ხო? ან ვაფშე რჩები მარტო ჩემთვის რა. აი იმიტომ რომ ძალიან საშინელი დღეში ეს ადამიანი, საშინელი. ანუ აქ იმენა ეს მომენტი თქვენი აი ეს განშორება რა ხდება, იცით? კი დაგემშვიდობათ, მაგრამ ეს უფრო უარის დღეში ჩააგდო, ეს აი ღმერთს ეხვეწება, რომ და მე ხმარე წყვდები, ცუდად ვარ რა. ცუდად ვარ. აი ეს აი როგორ არის, იცით, აი ყოველას გაიქცა, არავინ არ უნდა, იმიტომ რომ არავინ მისი ბედნიერება არის ახლა აი თითქოს როგორ არის, ელოდება გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბედი, შეიძლება ფატალისტი არის ადამიანი და ახლა ელოდება. არაფერს არ ვაკეთებ, იმიტომ რომ აი აქაც ერთად გამოდიხართ რა. არ შეუძლია ამ ადამიანს ამ სიყვარულის ვერა. აქ даже უმრავლესობისთვის შეიძლება იყოს როგორი თემა, იცით, რომ ნამდვილად ადამიანი გადაწყვეტილებას მიიღებს იმას, რომ ანუ შენთან მოვდივარ, იმიტომ რომ ეს საერთოდ სიყვარული რა არის, იცით, ახლა ყველაფერი კარგი ნათესავებიც, ვალდებულებებიც და ასე შემდეგ, მაგრამ თუ დაუშვათ, და ეთყობა დიდი ხანი ეს რაღაცა პასუხს აგებდა აქ ყველაზე და ყველაფერზე, ხო? მაგრამ აქ შეიძლება კი რა უმრავლესობა საჯარო გაშლა, მაგრამ გეუბნები რომ უმრავლესობასთან ადამიანი საბოლოოდ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომ მე თუ თქვენ რა თქმა უნდა და თანხმდებით, რომ აი ეს იყოს ურთიერთობა ისეთი, რომ არავის თქვათ, ვაჩვენებ ჩემ მეგობრებს, ვაჩვენებ თქვათ ნათესავებს, შენთან ვიქნები, ვიდრე თქვათ ან მარტო ან შენთან, ხო, მაგრამ თქვენი არჩევანი, თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი, აქ მე ვერ გეტყვით თქვენ რომ ახლა ეს ადამიანი თქვენ ეგრევე მოვა და გეტყვის რომ მოდი ცოლად გამომყევი, მე გადაწყვეტილება მივიღებ, სულ არ მაინტერესებს არავისი აზრი, ოღონდაც შენთან ვიყო. ამ სიტყვის გეტყვის, მაგრამ ვერ შემოგთავაზებს აი ასე აღიარებულ ურთიერთობას რა. ჩუმად თუ რაღაცა თქვა, ჩუმად რა ახალ თქვა, იქნები თქვენთვის დაუშვოთ და
თუ თქვენთვის დაუშვათ ეს ადამიანი არის მნიშვნელოვანი და მასთან გინდათ ურთიერთობა და არ არის თქვენთვის ეხლა ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი რა არიქა და მეგობრებში და ნათესავებშიც ეხლა გამრიოს, ხო? რა თქმა უნდა, ეს ადამიანი ეხლა უნდა თქვენთან ურთიერთობა, იმიტომ რომ არის აქ რაღაცა ისეთი მომენტები, რასაც ადამიანი ვერ გადალახავს და შეიძლება აი ეს არის ზუსტად ეს მომენტი. შეიძლება თქვა დაუშვათ თუ ძალიან მდიდარი ხართ, ან ძალიან თქვა უფროსი ხართ მასზე, ან თქვათ ეხლა თქვენი სახლი გაქვთ, მილიონი რაღაცა რა შეიძლება იყოს რა აქ და ამიტომ აი გადაწყვეტილებას მაინც თქვენ მიიღებთ და მაგისი ეხლა აი გულწრფელი ასე ვთქვათ ეხლა დამოკიდებულება უყარხარ ძალიან მნიშვნელოვანი ხართ მისთვის ამოუცნობი ხართ ასეთი ხალი მაგას არ შეხვედრია და თვითონაც ეძახეს რომ ალბათ ეგეთი სიყვარული არ შემხდება საერთოდ ცხოვრებაში და ამიტომ რა თქმა უნდა არჩევანი იქნება თქვენზე